დავიწყეთ კაპოლისტიროლის ფილების არმირება. არმირება ხდება ბადით და შესაბამისი ნარევით. ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკვე ფილები დამაგრებული, მიწებებულია და დამაგრებული არის ქოლგისებური დუბელებით. ხდება თხელი ლესვა მარმირებელი ბადის მეშვეობით, რომელიც აუცილებელია, რომ კვადრატული მეტრი იყოს 160 გრამი. უფრო დაბალი წონის ბადე არ ვარგა, იმიტომ რომ ადვილად ფუჭდება. შემდეგ შეიძლება გაიხეს, ზარები გაჩნდეს ზედაპირზე. ნარევი ესმევა ზედაპირზე, ილესება თქვათ, იძირება ბადე. შემდეგ ზემოდან კიდევ თხელი ფენა გადაესმევა. ველოდებით შემდეგ გაშრობას, როდესაც გაშრება ზედაპირი და შემდეგ დაიტანება დეკორატიული ლესვა. ბევრი ამ ოპერაციას აკეთებს ჩვეულებრივი წებო-ცემენტით, რითიც მაგალითად კაფელს აწებებენ და ის არაფრით არ შეიძლება მაგის გაკეთება, რადგანაც ის არ არის ელასტიური წებო-ცემენტი, წყალს იწოვს პირდაპირ. ამ ნარევს კიდევ ელასტიურობაც მაღალი აქვს და აქვს წყალაბრდი თვისებები, როდესაც გაშრება, წვიმის შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირი უსველდება და სიღრმეში წყალი ვერ აღწევს. ამიტომ იცავს კედელს დასველებისაგან. ამ ნარევის გამოყენება შეიძლება უბრალოდ აი თქვათ აგურის კედლის გასალესადაც შეიძლება, ან შეიძლება ძველი ნალესი იყოს იმის შესარემონტებლად. ამ ნარევს ქვია ჯეთ ცემენტი. ეს არის თურქული კნაუფის ქარხნის გამოშვებული. ანალოგიურ პროდუქტს ასევე გერმანულს ქვია SM700. ეს როდესაც უკვე დამუშავდება, გაილესება და უკვე გამყარდება, გაშრება, მერე უკვე დაიტანება დეკორატიული ლესვა. ის დეკორატიული ლესვა, რომელსაც ამ ობიექტზე ვიყენებთ, ასევე თურქული კნაუფის ქარხნის გამოშვებულია. ანუ ეს კონკრეტულად ეს ლესვა, რომელიც აქ გამოვიყენეთ, ეს არის 2 მმ-იანი ფრაქცია. ანუ კენჭების მაქსიმალური ზომა შიგნით არის 2 მმ. ამ დეკორატიულ ლესვასაც აქვს წყალაბრდი თვისებები. საბოლოოდ, როდესაც დამთავრებული სახე ექნება, როგორც ნაჭუჭი იცავს კვერცხის გულს, ისე იცავს შენობას წვიმისაგან. კომპანია კნაუფი ფასადების დამუშავებისას ხმარობს პოლივინილ ქლორიდის პროფილებს კუთხების გაფორმებისათვის და ღიობების გაფორმებისათვის. არის ჩვეულებრივი კუთხოვანა ბადით, რომლითაც თქვათ კუთხეები უფრო კაფიოთ გამოიკვეთება, კაფიოთ ჩანს და სწორად გამოიყურება. არის ასევე კუთხოვანა ოღონდ არის საწვეთურით. აქ დამატებული აქვს ერთი დეტალი, რათა ეს ძირითადად ყენდება ჰორიზონტალურ ნაწილებზე, რათა ჩამონადენი წყლის შებრუნება არ მოხდეს და ფერდოს დაზიანება. ეს ძირითადად აი ესეთ ჰორიზონტალურ უბნებზე და ღიობების, კარის ან ფანჯრის ღიობების ზედა ნაწილებზე ხდება ამითი დამუშავება და არის ასევე ეგრეთ წოდებული ლაიბუმ პროფილი, რომელიც იცავს ჩარჩოებს. ეს ეწებება ჩარჩოს, რათა შემდეგ არ მოხდეს ბზარის გაჩენა და წყალმა არ შეაღწიოს და ვიზუალურადაც რომ კარგად გამოიყურებოდეს. ამ ლაიბუმ პროფილს აქვს ესეთი დროებითი გვერდი არის, რომელიც შემდეგ მოწყდება და დარჩება საბოლოო სახე. აი ამაზე თუ აკვირდებით, ყვითელი ქაღალდი არის დაწებებული. ეს როდესაც უკვე შეღების დრო მოვა, შეგვიძლია ქაღალდი ავაძროთ, დავაწებოთ მთელ პერიმეტრზე ცელოფანი. მოხდება შეღება, რაღაცა არ დაისვრება ფანჯრები და შემდეგ იმ ცელოფანიანად შეიძლება ეს მოვატეხო და უკვე საბოლოო სახეს ღებულობ.